გამარჯობა ბატონებო და ქალბატონებო, მოგესალმებით, ხომ მგზანდებით კარგად. ეს გახლავთ ჩემო ბატონო 95 და 5 რადიო სივრცე ჩემო ბატონო და გახლავთ ჩაპანას პაპანაკება. როგორც რეკლამას ვის გაბეორება მინდა ხოლმე. მოგესალმებით და მინდა დღეს ვისაუბროთ ახლა ისევ თემებზე, სულ ახალი გადახდილი გვაქვს რაღაცა მოხდილი გვაქვს ჭირივით რაღაცეები და ამასთან დაკავშირებით მყავს მე დღეს არაჩვეულებრივი სტუმარი, რომელსაც დიდი პატივია ჩემთვის ყოველთვის მისი სტუმრობა და მასთან სტუმრობაც მართალი გითხრა და ყოველთვის მასთან არა მიკროფონთან მაგიდასთან შეკითხელში სიამოვნებით ვატარებთ დროს, იმიტომ რომ მე მიყვარს მოაზროვნე ადამიანები, გონიერი ადამიანები, ჩემო ბატონო, თავისთავად ხადია, ყოველ შემთხვევაში თუ ეგეთი გონიერი არა ვარ, როგორც ის ბრძანდება, მსმენელი მაინც ვარ კარგი და ამიტომ არაერთხელ მიგვიყვანს მე რომ კარგი ვთქვას, კარგი გამგონე უნდაო და გამგონე ნამდვილად ვარ, ამას დავიბრალებ თუ არ შემეცილება ვინმე ამ გამგეობაში, გაგონის ყური არა ვარ მოკლედ რა. ასე რომ ჩემი სტუმარი მოგეხსენებათ არის ჩემო ბატონო, ეს არის კაი ყმა, ასე ვიტყოდი, მონა ღვთისა და მორჩილი, ღვთისა და თავის სამშობლოსი ისტორიკოსი სოსო მანჯავიძე ჩემო. მოგესალმებით ჩემო კარგო. როგორ ახარ ჩემო? არა მიშავს. ღვთისწყალობით. შენთან საუბარს ახლა რაჯობია პოლიტიკაზე სულ არ ვილაპარაკოთ მარტო და სხვა თემებზე ვისაუბროთ. იმიტომ რომ რაღაცნაირად ისეთი კაცი რა, თან მე გიცნობ დიდი ხანია რაღაცა, მაგრამ ნუ არ გვაძლევს საშუალებას ეს ჩვენი დრევანდელი ურთიერთობები რომ ამ თემებს არ შევეხოთ და აქედან გამომდინარე თორე სულ აი დიდი სიამოვნებით ვისაუბრობდი რაღაცა აი მაგალითად ძალიან პირადულზე, ოჯახზე ჩვენს მეგობრებზე და უამრავ რაღაცაზე სავარა. უნდა ვილაპარაკოთ აგერ ახლა, ნუ აგერ ცოტა შევეცადოთ რომ ირონიულად მიუდგეთ ამ საკითხებს და პატარა გევირიმოთ რანაირად იმედლები რომ იტყვიან გევირიმოთ ჩემო ბატონო რაღაცნაირად ამასთან დაკავშირებით სატირალი რო არ იყოს სასაცილოა ესეცა ქართულ კაცს ნათქვამი და ეხლა ამ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით დავიწყოთ ამისი ესე იგი აი ეს ოქტომბერი თან რა მაინტერესებს იცი რომ რაღაცა ბიჭო ოქტომბერი არისო აბრულებო გააბუთხო დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია რომ დაარქვეს ხო დაარქვეს ისტორიკოსი კაცი ხარ ხა შემზე კარგად ის მაგრამ ჩვენც კარგად გვასწავლეს ეგ ამბები გვასწავლიდან მაშინ და ჩოგბიჯენში რა და ოქტომბერი იყო თან ოქტომბერის დაამთხვიეს აბრორა რაღაცა სიმბოლურად ყავდათ ხო პატაბურჭულაძე მაგალითად ხმიდან გამომდინარე გეიმის კი აი ეს ძალიან გავს მისი ხმა იმას ხო ომახიანი და რაღაც ხო რა აქედან გამომდინარე პარალელი გავავი რა ყავდათ საინტერესო პარალელებია ხო თბილისის ზღვაზე დაეყენებიათ მაშინ რა უნდა აქან სადმე რა ის მაშინ იმაში იდგან ნევაში იდგა და სხვა შორის ის პარალელია აქვე უნდა ჩავერთო ასე ვთქვათ რომ სხვათა შორის პეტერბურგის მაშინდელი პრესა პირდაპირ წერდა იმ სცენარს რაც ბოლშევიკები ამზადებდნენ სახელმწიფო გადატრიალებას და სხვათა შორის ავრორაზეც არის სტატიებია წაკითხული მაქვს სტატიებია რომ აი ესეთ სცენარით მოხდება და ჩვენთანაც ეგივე არის ხო ახლა 4 ოქტომბერს ვიწყებთ ვამთავრებთ შვიდობიან დამხობას ვაპირებთ რაღაცა ტრიალებ მოდა და ისტორია ტრიალებს რომ შეგეძებია აქ ბატონი პაატა როგორც ავრორის ესე იგი რეინკარნაცია აშკარად რაღაც მსგავსებას ამჟღავნებს აი მართლაც იმ დიდი ოქტომბრის სოციალისტურ რევოლუციად წოდებულ სახელმწიფო გადატრიალებასთან მაშინაც ზუსტად ის სიტუაცია იყო. გამოსაკვლევია ხა მე მოუწოდებ საგამოძიებო ორგანოებს დაადგინოს ლინკი. ესე იგი თყვილად არ წამომიჭირია ეს საკითხი. არა, პირიქით კაცო. სრულიად ეხლა მომივიდა ექსპრომტად, არაფერი არც აქ მიწერია, კაც პროდიუსერისგან ღმერთი ჯული. ეს ზემოდან არის, ეს ინვოლტაცია მოდის. ჩვენ ხო იქავართ, კაცო, ჩვენ ხო რუსეთუმეები ვართ, ახლა ჩვენ ხო რა ვქნათ ახლა რომ დავიბადეთ მე-20 საუკუნეში და არა ვართ მე 21 საუკუნის. იქ გავჭდით, იქ მივიღეთ განათლება, იქ დავისვენეთ პანსიო და იქ ბანაკებში პიონერთა ბანაკები იყო თუ რაც იყო მოკლედ პიონერთა ბანაკები იყო კი ბატონო ხო მაგრამ ისე დავამთავრეს ხო კონკავშირელი არ ვიყავი ეს ცნობილი ამბავია ჩემი არ მიმიღეს კონკავშირში როგორც და ყველა მიტინგზე ვიდექი 79 წლიდან დაწყებული ყველაფერი რატო ვარ რუსეთუმე მაინც ვერ გებულობ მაგრამ იყოს ჯანდაბას არ არის პრობლემა არა რუსეთუმე იმიტომ რომ მაშინ ესე იგი საბჭოთა კავშირში დაიბადე ამათ twin-ში როგორ არის ეს მოწყობილი რომ აი საბჭოთა კავშირში ვინც დაიბადა უკვე დამნაშავეა. კი, უკვე დამნაშავეა, კი. კი, დამნაშავეა. ხო, ჩვეულებრივ ვინც მათ გვერდზე არ არის, ის უკვე დამნაშავეა. როგორც შეიძლება მოინანიო ეს საბჭოთა ნინია კაკაბაძემ ბრძანა ერთხელ ხომ, ვისაც რუსული ენა ვინც იცისო. ძირითადად ესე იგი რუსული ენა იციან მათ ვინც საბჭოთა კავშირში როს დაიბადა, ხო? ძირითადად.
კი, მე ისე ვიცი რომ ის არის ვირუსიო და სანამ ესენი არ ამოწყდებიან, ამ თვითონაც საბჭოთა კავშირის დროს არის დაბადებული, ეს რა თქმა უნდა დაავიწყდა. იმიტომ რომ საერთოდ ამათ თვითრეფლექსია არ აქვს. ყოველთვის ლაპარაკობენ გარეთ, ანუ ესე იგი მაგალითად ესე ლაპარაკობენ, ეს ღრუზინები და თვითონ ესე იგი ტაბასარანელია, ანდა დაუშვათ ტიბეტშია სადღაც გაჩენილი ხუნძის ტომებში სადღაც გრუზიის ქართველები და აგინებენ გვიგინებენ ესე იგი თესლტომსა ჩვენსა და თვისსა ასე ვთქვათ ხო ხო და ეს თემა ეხლა ეს განხილვის თემა იქნება შეგვიძლია ესე იგი ამას ეხლა უმურითად შეგვიძლია მივუდგეთ და სერიოზულადაც ორივე ვცადოთ ახლა რაც იქნება ნახოთ ახლა ეხლა აი შენი თვალით სოსომანჯავიძის თვალით ეხლა რა იყო ეს დედა რა იყო ესა იმ კარლოს აკენდელიძე ხო იცი დედა რა იყო ესა რა იყო ეს 4 აი ეხლა განვიხილოთ ხო აი მიდი ყურადღებით გაფაციცებით გისმენთ რა ეხლა მანდ არის ორი მომენტი თავარი ეს ჟანრი მოდი გამსაწყო ჯერ ჟანრი მე ამ ჟანრს დავარქმევდი ტრაგიკომიკური ჟანრია ოღონ კომედია ამ შემთხვევაში უფრო გადადის ფარსში ანუ ტრაგიკომიკური ფარსი ვამპუკა ვამპუკა რა არის ხო ვამპუკა თავის დროზე დაიდგა რაღაც ოპერა იყო რაღაც ხემწიფის ტომის ბელადის ქალი ვამპუკა მე-19 საუკუნეში და ეს ვამპუკა იმიტომ და ეს გადაიქცა ესეთი ზეწოდებათ იქიდან გამომდინარე იმდენად ყალბი ფარსის სინონიმად გადაიქცა რა ხო და აი ახლა ეს იყო მართლაც სახელმწიფო გადატრიალების ტრაგიკომიკური ფარსი ვამპუკა დავარქვათ ხო სატირა არ არის ამაში არა სატირა არ არის პირდაპირ ეგრე არ და რა ყველაზე დიდი ასე ვთქვათ ნოვაცია აი ამ ვამპუკის იყო რომ მაშინ მართლაც მონაწილეობდა ოპერის მომღერალი ლიდერი იყო საოპერო ბანი ხო საოპერო ბანი აქ ყველაფერი ფარსი იყო ანუ ჯერ ერთი ფარსი იყო ის რომ ესენი აცხადებდნენ 4-ში ვიწყებდა ვამხობთ ხო დაიწყეს და დაამთავრეს პრინციპში ხა იქ მართალია რა ხო არა დაიწყეს და დაამთავრეს მოხსნა პირდაპირ ციხეში მე ესე იგი თვითონ მაგაში ვერ შეეკამათები ხა არ დაამთავრდა მე ფარსი იყო თვითონ აი აქტი შეტევის ანუ ხო არის ახლა რომ დაუშვ სახელმწიფო გადატრიალებას აწყობ ხომ და იქ შეიჭრნენ ну ხა ჯერ ეს ღობეებზე ცალკე ვილაპარაკოთ ეს ღობეების ხო ღობეები ორღობის რევოლუცია ну ახლა ღობეებში ახლა მე დავწერე რომ ეს ღობეები იყო აშკარად პუტინის მიერ დამონტაჟებული ხელოვნური ინტელექტით კი ბატონო რომლებიც იწვევდნენ ესე იგი იწვევდნენ მათ ანუ გამოწვევა იყო მათი და ამავე დროს ახლა ახალ ვერსიასაც გავაჟღერებ რომ პრეზიდენტის სასახლეში დამონტაჟ სირინოზები ყავდათ რომ შეეტყუებინათ ხო იმიტომ რომ ხმები გამოდიოდა სირინოზები ხო რომ იყავხარ ხო რომ იყავ რა თქმა უნდა ეს ახლა ოდისეს ანდერსენის სალამური მირთხები რომ ეგეც შეიძლება მაგრამ მე უფრო სირინოზებისკენ ვიხრები მე მაინც გონია რომ აი ქსოვრელების აი რაღაცა ერთ ბედუდუკე ყავდათ ერთი რომელიც აი ჩადოსნური აი მაგრამ წავიდეთ იმისკენ რა ეს ღობეები რა მაინტერესებს იცი თუ გადახერხილი იყო წინასწარ დიახ ესე იგი გამაგარი გათვლილი ქონდათ მოსუსლა იმას წარმოვიდგინე მაშინ რა ესე იგი რომ სად წავიდოდნენ ეგეთი ყველაფერი იცი ეკაბესელიამ ხო თქვა რომ ეს ნაჟოვკაც ნანახი აქვს უკვე აი ამით გადახერხესო დიახ ხო და თუ ეს გადახერხილი იყო უნდა აღიძრას პურში იყო ეს ყობა გატეი პურში რომ შეიძლება ნაჟოვკებით შეში ვაგზავნიან შეიძლება არ ვიცი შეიძლება პრეზიდენტი თვითონ ხერხავდა შეიძლება ყველაში შეიძლება იქ ხერხა ესა მეთქი მიშა სააკაშვილი პრეზიდენტი ხერხავდა მიშა ახლა იქ ხერხავდა და აქ იხერხავდა მიშა იქ სხვა რაღაცებს ხერხავს პრინციპში იქ ხერხავს და აქეთ ეხერხება აქეთ ეხერხება ამათ ხო გამოაცხადა და ყველაზე დიდი ცირკი ახლა რა იყო რაში იყო საქმე რომ ეს შტურმი ხო განხორციელდა რამდენიმე ათეული ადამიანი შევარდა იქ მაგრამ უკუგდებული იქნენ წიწაკის სპრეით აი ვამპუკა რაში მდგომარეობს ფარსი ანუ
ხალხი რომელიც ვიძახის 4-ში ვამთავრებთ და პრეზიდენტის სასახლის მოულოდნელი მანევრი ხო განახორციელეს, ყველას ეგონა რომ ისინი გაიჭრებოდნენ საკრებულოსკენ. ხო, ნუ ახლა ეს გამაგრებულია პარლამენტი და პარლამენტის შტურმი და ალაყაფებთან ბრძოლა. ახლა აღარ იქნებოდა ეფექტური, გამაგრებულია, ნუ კანცელარიაც აღარ იქნებოდა, ამიტომ ვარაუდობდნენ რომ იქნებოდა იერიში მიტანილი საკრებულოზე, მაგრამ აქ მოულოდნელი ესე იგი მანევრი განახორციელეს, აი როგორც დაუშვათ დემეტრემ, რავით აღმაშენებლად ხაერვარ პიტგორის ბრძოლის დროს და განახორციელეს რო აკეთებდა. ხო და იფიქრეს რომ იქ არავინ არ იქნება და მივარდნენ და ამ დროს ესე იგი ღობეებიც გადაინგრა მოულოდნელად მათთვის ესე იგი. ხო, კი ბატონო, არელოდნენ ასე უეცრად თუ და ნაწილი დარჩა და ღობეები რო გადაინგრა, ესენი ალაყავს მაინც ეჯაჯგურებოდნენ. ხო ეს ხო ნახეთ. კი ბატონო. აი რა შემდგომარეობდა ფლანგებიდან ესე იგი ახლა რო გადაინგრა ეს ღობეები რას იზამდნენ, ხო არ გაჩერდებოდნენ ახლა. ხო, გასაგები. გულში არავის არ უნდოდა ცხადია რისკის ქვეშ ყოფნა მით უმეტეს მსოფლიო ბანანს, მაგრამ ნუ ახლა გადაინგრა ეს ღობეები და ნუ შეიჭრნენ. და გამოვიდა ამ დროს ესე იგი 10 კაციც არ იყო მგონი სპეციალური და წიწაკის სპრეით უკუაგდეს. და მანამდე როგორი ჰეროიკული გამოსვლები ქონდა გედი ფოფხაძეს და იმგეს რომ მე ტყვიას გადაუდგებიო ხო ვიძახთ გედი ახლაც მაგას იძახის უბრალოდ ტყვია ვერ იპოვა იქ ვერ ნახა და არა მაგი ვერ იპოვა ვერავინ იქ არა ხო გედეონიც ვერავინ ვერ იპოვა იქ ხო ნებისმიერს დავხოცავ მოუკლა ყველას რო კი წინ ან სიკვდილი ან გამარჯვებაო ნუ ახლა აქ რასთან გვაქვს ჩვენ საქმე აქ საქმე გვაქვს რა მოხდა რეალურად ახლა რა მოხდა აქ საქმე გვაქვს თელ კომპლექსთან ესე იგი ტრაგიკომიკური ფარსი ვამპუკები. როგორი თეორია ჩამოაყალიბა, ბატონებო, არ გინდა კაცო. ანუ ესე იგი ეს არა მარტო აქ ჩვენ დონეზე, არამედ საერთაშორისო დონეზეც იგივე ხდება. ახლა ხო არის ახლა დაუშვათ არსებობს ამ ჩვენს ბედკრულ პოლიტიკუმში, ნუ შეშლილები, პირდაპირ ვთქვათ, რომელთა სიმრავლე ნუ ძალიან ეროვნული უსაფრთხოების პრობლემაა. და ვერანაირი საგიჟეთი ვერ იტევს ამას და ეს გლობალური პრობლემაც არის, მაგრამ ჩვენთან განსაკუთრებულად ესე იგი ყავს განსაკუთრებულად შეკმაზული, ესე ვთქვათ, შეშლილები ქართულად. ხო, და არიან კიდე ძალიან შეშლილები. არიან ესე იგი ჩვეულებრივ შეშლილები, შმაგები, ხო, შეშლილები, გიჟები, ზომიერი გიჟები და მანიპულატორები. ანუ ვისაც ჩვენსობას რუსულად ეძახდნენ გნიდები. გნიდები. ახლა ნუ შედარებით, ნუ განაწყენებულებიც არიან იქ სხვადასხვა ახალგაზრდები რომელსაც გაგნებაში არიან, რა ხდება, ფულით ნაყიდები, ასე შემდეგ. ახლა, როდესაც ეს თარიღი დაკიდეს, ეს 4-ში ვიწყებთ და ვამთავრებთ. ხო? ნუ ახლა ჩვენთან როგორი სიტუაცია რომ ვინც ყველაზე უფრო რადიკალურია, ხო? რადიკალიზმი ითვლება ანუ იღებს, როცა რადიკალიზმი იღებს უპირატესობას, სხვებს ეშინიათ, რომ ამ დაუპირისპირდნენ ამ რადიკალიზმს. მიუხედავად იმისა, რომ ზომიერმა გიჟებმაც კი, ანუ ხო არიან შეშლილები და შმაგები, მაგრამ ზომიერი გიჟებიც კი ხვდებოდნენ, რომ აქ რაღაც ფარსაგი საქმეა და რა 4-ში ვიწყებთ, რა 4-ში ვამთავრებთ, მაგრამ ეშინოდათ ჩვეულებრივად, ნუ ნახევრად გიჟებს, ასე ვთქვათ. აი, იყვნენ ადამიანები და ჯეროდათ და აი იყვნენ ადამიანები. ნუ შეშლილებს ახლა რა თქმა უნდა, ისე ანალიზი. ეჭვი ეპარებოდათ და მაგრამ ვერ ამბობდნენ. აი ეს აი რადიკალიზმის თავარი სენი, რომ შენ რაც უფრო რადიკალურ პოზიციას იკავებ, მით უფრო მორალური უპირატესობა გიკავია. და დანარჩენს ეუნები, შენ რა გეშინია? შენ რა შეკრული ხარ, გამიგე? და შესაბამისად, აი ამ მოძახილი შიშით და ეს ძალიან სერიოზული საკითხია ყველა სფეროში ჩვენ. შეკრული ხარ თან როგორი ხარ? ხო, კუჩში შეიძლება იყოს შეკრული. კუჩში შეკრული რაღაცასთან. ხო და აი ამ მოძახილი შიშით ხმას ვერ იღებდნენ ბოლომდე რომ რა საგიჟეთია რა 4-ში ვიწყებ, რა 4-ში ამთავრებ, რა მშვიდობიანი რევოლუცია, რა მშვიდობიანი დამხობა, რა ლამაზი რევოლუცია, რა შვილიშვილების გამოყვანა, ეს ხო ახლა ადამიანია და იგზნობს, ხო? მაგრამ შიშმა
ისე შებორკა ამათი გონებას და ამათი იმდენად მხტალები არიან, რომ ვერ უთხრეს ამ შეშლილებს, რადიკალ შეშლილებს, რომ საით მიყავა თქვენ პროცესი, რას აკეთებთ, რას ისულელია, ხომ? ვერ უთხრეს და აღმოჩნდა ესე, რომ ბოლომდე ჩაყვნენ იქამდე, რა ქვია, ორბელიანის სასახლემდე ამ აბსოლუტურ ასე იგი ფარს ვამპუკად გადაქცეულ სახელმწიფო გადატრიალებას, ხო? ახლა ეს იყო ძირითადი მიზეზი, ეს შიში იმისი რომ არ დაერქმიათ მათთვის სახელი და მე როცა ჩაიშალა და აღმოჩნდნენ ესენი ვირისაბანოში, ესე იგი მოთავეები და დაიწყო უკვე სახელმწიფოს ხელფეხი გაეხსნა. არა მარტო მოთავეები, კაცო 50 კაცი არა. გაეხსნა ხელფეხი, რომ შეიქმნა აშკარა ფაქტი, დაიდო, ხო? და გაგვაფრთხილეს, რომ ეხლა სხვადასხვაირად ვაკეთებთ, რა ქვია მაგაზე. ხო, რეაგირება. არა, რო ცნობენ რა, რა ქვია რა. ხო, იდენტიფიკაციას, ანუ სახელმწიფო ამ შემთხვევაში სახელმწიფო მიიღო კარტ ბლანში, იმიტომ რომ აფრთხილებდა, ეუბნებოდა, არავითარ შემთხვევაში არ გადაზარდოთ ეს ყველაფერი ძალადობაში. ხო გადაზარდეთ. კი ბატონო, გადაზარდეს თან საჯაროდ, ეკრანების წინაშე. ახლა ეს ხომ მოხდა. და ეს ნაწილი მაშინდელი შეშინებულების ახლა სასტიკიენი და იმითი პირით ლანძღავს იმათ. ხო, აი როგორ იშვერენ ხა ერთმანეთს ხელი აი რა ხდება, ნუ რა ჩერგოლეიშვილი. ანუ ჩერგოლეიშვილი სხვათაშორის ჩერგოლეიშვილი არ მონაწილეობდა ამ იმეებში, პირიქით ჩერგოლეიშვილი მართალია რებოდლომდე არა, მაგრამ მაინც კრიტიკულად იყო. ხო, მაგრამ ეხლა გადაცეს ანათემას ბიჭო ესეთი რამეები როგორ ბაჩო ახალაიას და ხდებოდა ეგ ამბავი, არც მიკვირს ეხა ეგ ამბავი რო ხდებოდა ახლა მაგას. არა, მაგრა გასაკვირია. რა გასაკვირია ის არა, მე რა მაინტერესებს, შენ გეცოდინება ეხა სულ დავკითხო რა. რამდენი ხანი ჭირდება იმის ამოცნობას, რომ რეალურია ეს სატელეფონო საუბარი თუ არ არის რეალური. რამდენი ხანი ჭირდება, რომ ამოვიცდოთ, რომ ბაჩო ახალაია ელაპარაკებოდა თუ არა? ნუ ახლა რა თუნდა მაგას. რა თუნდა გასულა მოკიდო ხელი და შეაგდო ეგ ბაჩო ახალაია ის ვირისაბანოში. მარტო ისატო უნდა იჯდეს. ჩვენი ბანი. რატო უნდა იჯდეს მაგრამ? გაგვიჩაგრეს. ხო და რა პონტია ვერ გაგვიჩაგრეს ახლა ბანი თან არა ბანმა მიცა ჩვენება რომ ნამდვილად ეგრე იყო კაცო. ხო? კი, კაცო, ბანმა მიცა. არა, რაღაცა იმას რა ქვია მაგას ამოცნობას, რაღაცა. არა, ეს იდენტიფიკაციის ჩვეულებრივი პროცედურა, არ ვიცი რატო იწელება, არ ვიცი ან იწელება თუ არა. ბანმა მიცა ჩვენება. ბანმა მიცა კი, ველაპარაკე და ის არისო, კი. ხო, მაგრამ მე შეიძლება იტყუება. ხო, და აქედან გამომდინარე უნდა მოხდეს იდენტიფიკაცია. რამდენი ხანი ჭირდება? თვე ჭირდება რა არის ეს ლაბორატორიული რაღაცა ვერ გებულობ. რამდენი წელი 6 წელი ჭირდება, 3 დღე ჭირდება. დიდი დროც არ გასულა, არა უშავს, დადგინდება. იქ გარკვეული ეთყობა არ არის. დაწუნებული ვარ ეგ ლაპარაკი რო იყო ახლა ინტერპრეტაციებია უფრო საინტერესოა. ჯერა რომ რას აკეთებენ ახლა? რო აკეთებენ რომ ახლა ამ იმას გადაიტანონ ყურადღება. და ესე იგი მიზეზი და შედეგი დააყენონ უკუღმა. ეს როგორც ეს ხო ჩვეულება აქვთ ამათი და ამ ინგა გრიგოლიას ტელესაგიჟეთში და იმ ფორმულად წოდებულ ტელესაგიჟეთში დაიწყო ხობემანია. ანუ და ახალი ტერმინი და ხობემა, ანუ ჩვენი ჟურნალისტების ამბავი. ანუ ღობის სინდრომი დავარქვა, თუ რა დავარქვა, ანუ ღობე გახდა ცენტრალური საკითხი. არა ის რომ დაუშვათ ან კრიტიკულად შეხედონ თავიანთ მოქმედებას, ან რაღაცა დაუშვათ თქვან რომ ეს რა დაგვემართა, ან დაუშვათ თქვან რაღაც სხვა რამე მოიფიქრო. ვერაფერი ვერ მოიფიქრეს და ამბობენ ღობეები გადახერხეს. და თურმე ეს ღობეების გადახერხვა, რომ გადახერხილიყო ჯერაშუაში, რასაც ვებოდი იმას. ღობეები მივიდნენ იქ რუსთავი, ესეთი მოვიდნენ ღობეები. თავს დაესხნენ. ხო, თავს დაესხნენ ღობეები. მანამდე ხო თავს ესხმოდნენ ისინი, რა ქვია, სამთავრობო შენობები. ხო, ის ხუთდღიანი ის რო იყო სროლა. ხომ რა თქვა იმან, ვინ თქვა ეს უდიადესის სიბრძნე. თუ არ ვთქვი დოროთემ თქვა, ეს დოროთე რო არის, დოროთე დამბლდორი კი არა, ის სარუმანი. როგორც მთავრობო ხელისუფლება მისროლაო ის რა ქვია, პიროტექნიკაო. ისე ხელისუფლება ესროდაო პიროტექნიკას პარლამენტსო. ისეო ხელისუფლება მიიტანა შტურმი იმისა პრეზიდენტის სასახლეზეო. ეს არის. არ ვიცი, ეს აღარ ვიცი. ნუ ეხლა ეგ თუ არ იცი, ეხლა რა ვიცი. ასწავლები ხო რა მინდა ეთერში ვაფშე რა ეგ თუ არ. ეგ აბა. არ ვიცი, ეგ აღარ გამიგია. ეგ არსებობს ეხლა მოდი ეხლა ისიც თქვათ ახლა ეს ხო ფარსი ვამპუკაა და არსებობს კიდე
კიდე უფრო კომიკური პლასტი ჩვენი ეს არც გამიგონია ეხლა რაღაცას ასე თუ ისე მანდამაის პოლიტიკაში ვერ ვერკვევი ხარ ვადენებ თვალყურს და ეხლა ეგეთი პერიოდია იმიტომ ვსაუბრობ ამ გადაცემაში თორე ამ გადაცემაზე სხვა თემები მქონდა სულ და მე ალბათ გავაგზავნებთ ისევ იმ თემებს და მოვუჩებით ამ პოლიტიკას მაგრამ ეგ აღარ გამიგია სულ ჯული რა რომ ესე იგი ესენი ისროდნენ ეს რა ქვია ხლაპუშკებს ანუ ამ თეორიის მიხედვით და ამ თეორიის სასწაული თვითონ არა აქვს თვითონ რეზიდენტის ტყეები აქვს არა აქ რა თეორია ესე იგი ეს ყველაფერი რასაც ჩვენ უყურებდით ტიტუშკები რა თუ რაღაცა ხო არა ეს ყველაფერი მოიწეს თვითონ კი ბატონო ანუ ყოველად ბოროტი ყოველი შემძლე და უმდიდრესი ვინ არის ახლა ესე იგი ბიზინა ივანიშვილმა ყველაფერი ეს მოაწყო თვითონ გასაგები ეს მოაწყო ეს 50 კაცი რუსთაველზე ყველაფერი ესეც ახლა დღეს რომ განახსნა ყველაფერს ეგაწყობს არა მარტო ეგ მოიწყო არამედ 2 მილიარდი გააყინინა თვითონ ასევე 6 რეზოლუცია მიაღებინა ევროპარლამენტს თავის საქართველოს საწინააღმდეგო ყველა ელჩს მაგიაძლევდა ფულს რომ საქართველოს საწინააღმდეგო ესე იგი განცხადებები მის საწინააღმდეგო განცხადებები ეკეთებინა და ასე შემდეგ და რატო აკეთებდა ამას აბა თუ მიხვდები რაღაცა სეთური გამახსენდა უცებ არა იმიტომ აკეთებდა რომ და გამსგავსად აქ ხო არიან ვიღაცები ესე იგი ვისაც თავი წარმოუდგენია ბუმბერაზად ანუ ეს რო არ იყოს, ანუ ბიზინა რო არ იგონებდეს იმ წინააღმდეგობებს, რაც იმიდან არის, ხო, საერთოდ. და თვითონვე რო არ იქმნიდეს ამ ბურანს და თვითონვე არ იქმნიდეს ისინი გაიმარჯვებდნენ პოლიტიკურ არენაზე. და მათ შესაკავებლად გააყინინა 2 მილიარდიც. მიაღებინა რეზოლუციები და ყველაფერს მათ ამისთვის აკეთებს. ამისთვის აკეთებს, ხო. კი, რომ შეინარჩუნოს ეს ძალაუფლება. ხო, შეინარჩუნოს ეს ქვეყნისთვის კი არ ფიქრობს. ძალაუფლება რო შეიძლება. ამის არგუმენტად რა მოაქვთ, რომ აი მაგალითად ხო გაირკვა რომ ანიტას თვითონ აფინანსებდა ანიტას ანუ იმას ხაბეიშვილი. ბიჭო ხო, ეს არგუმენტად მოაქვთ. აი ეს ერთი წება დაუშვათ არანაცი, ესე ვთქვათ, ნაცების, ხომ? აი ამ თეორიას აწვევ. ახლა მე ჩემს კლასიფიკატორში მაგალითად ამათ რაღაც განსაკუთრებული სახელი უნდა შევარქვათ. რა სიტყვი? კი ბატონო. ეს არის შეთქმულების თეორეტიკოსები ქართულად. შეიძლება პასუხისგებელი ვინ არის ამასთან დაკავშირებით? არა, უბრალოდ მე რომ აი პასუხისგებელი, აი პასუხი აი ვიღაცა არსებობს, იგი ბიშა. თო მიდის ყველაფერი ბიშასთან მიდის თუ არ. არა, კაცო, ეგ მიდის, ესაა ჩვეულებრივი რა პროცესია ეხლა რომ თქვა, ოდნავ სერიოზულ მაშინ რომ გადავიყვანოთ, იმიტომ რომ ეს ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ რას, კლინიკაზე კლინიკურ სიტუაციებზე ვლაპარაკობთ და ნუ ახლა მართალია გრიშნოს მიაცა ნადმალნემი людьми, მაგრამ ნანადას მიაცა, უნდა იცინო, იმიტომ რომ ეს სიცილი და სატირა აკავებს იმ ტვინის მეწყერს. ესმის რომელიც გაგიტანს ბოლომდე თუ დაუშვათ არ შეაკავე ეს სატირაც და იუმორიც და ანალიზის მაგისტვის არის თორე სხვანაირად ეს მასობრივი ფსიქოზი ისეთი რამე ყველაფერს თელავს აბსოლუტურად ანადგურებს როგორც მეწყერი ვერ გააჩერებ ასე შემთხვევაში და ეს რაღაც ისინი უნდა გაუკეთო ტალღმჭრელები ამას ხო და მაგისტვის არის ეს იუმორი და რა თქმა უნდა იუმორიც და სატირაც აბა რა ხო და ეს შეთქმულების თეორიები განსაკუთრებით ეს შეთქმულების თეორიები თავის დროზე ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ გამოიგონა იმისთვის რომ დაუშვათ დაეფარა გარკვეული თავის მიერ განხორციელებული ოპერაციები და ეთქვა რომ აი ვინც ამას აბრალებს მე შეთქმულების თეორეტიკოსია აი მაგალითად კენედი რომ მოკლეს მაგალითად ხომ იქ ერთი მაგიური ტყვის თეორია ხო განავითარეს ესე იგი და იმ ოსვალდო მარტო რო ავიდა იქა და ვერც ერთმა სნაიპერმა ვერ გაიმეორა ის შედეგი ხო მithumes იმ შაშხანით ხო და ერთმა ტყვიამ იმდენი იმოძრაურა მოკლედ ამ იმაში მანქანაში რომ ყველა დაჭრა იქა და ეს მოკლა 2 გასროლით და ასე შემდეგ ხო მაინც ამას აწვევიან ბოლომდე და ვინც იტყვის რომ იცი რა ეს სისულელია იმას შეთქმულების თეორეტიკოს არქმევენ მაგრამ ეს ადამიანები ვიზეც ახლა ვილაპარაკი ხო
აი ზუსტად ისინი არიან, ვინც საშუალებას აძლევს ამ სპეციალურ სამსახურებს, რომ შეთქმულების თეორიებზე ისაუბროს. თავიანთი აი ესეთი თეორიითი, რომ ყველაფერი დაგეგმილია. ყველაფერი წინასწარ ცნობილია. ყველაფერი საერთოდ დეტერმინირებულია და ასე შემდეგ და რაც თავრე თვითონ იციან. მომავალი წარსული საწყოც. აი ესეთი ადამიანები ძალიან ბევრი ყავს სამწუხაროდ. ხო, ეს კარგია, მაგრამ ეხლა იცი რა, სერიოზულად რო არ უყურებთ ამას და მიუძგებით იუმორით და რამე გასაგებია. ბანკლაი ტალღების წერელია ეგ ამბავი. მაგრამ რო არ იყოს ახლა 1-2 სიტყვა ამაზეც გითხარი, ეხლა ეს სუსი და შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს რა. ეხლა როგორ გითხრა, მე მართლა გავოგდებული ვარ ეხლა. თან ჩვენ ხო არა ვართ ეხლა რა ქვია, ოხრანკის დროინდელი ხო არა გვყავს ეხლა ჩვენი თან იყო საბჭოთა კავშირი, საქართველოს 30 წელიწადია სულ არსებობდა. რაღაცა ჩამოყალიბდნენ რა. რა თქმა უნდა. ხო, რაღაცნაირად აი გავოგდებული ვარ ამასთან დაკავშირებით რა. არ გაჭანჭალებენ არაფერს, როგორც უყურებ ჯერჯერობით. იმის არ იყოს შათრიშვილმა თქვა ერთხელ რომ კიდე კაიო, ბიჭო, დურაკები არიან ეგედიო. ჭკვიანები რო იყვნენ, რა გვეშველებოდაო. ხო არ იყო ჭკვიანი გიჟებიც არის რა, ეხლა. რა თქმა უნდა, არიან. სერიოზულია. ჭკვიანი მანიაკები. ხო, ჭკვიანი მანიაკები. აი მაგალითად ჩიკატილომ ხო, აი ეგეთი რო არ იყვნენ ეხლა, მაგათო ჭკუა ქონდეთ, ხო? რას გვიზამდნენ აზე ხა? ანუ უტვინო მანიაკები. ხო, უტვინო მანიაკები. უჭკუო მანიაკები. უჭკუო მანიაკებთან გვაქვს საქმე რა. თორე ახლა მანიაკების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივით. არა, როგორ, რანაირად. და არც თან სოფლიოშია ეს. ახლა მაგალითად რაზეც ვსაუბრობთ ახლა და ამ შეთქმულების თეორეტიკოსებს ეს არგუმენტები რო აქვს თუ ანიტა და რაღაცა და თვითონ აფინანსებენ ამათ და ასე შემდეგ. თვითონ რო აფინანსებენ არსებობს ძალიან მარტივ რაღაცას ვეტყვი ახლა რა რომელიც ახლა გასაგები ხო უნდა იყოს. ნუ არსებობს პოლიტიკური ნება ახლა მართლა გიჟი უნდა იყოს ადამიანი რომ წარმოიდგინო რომ 6 რეზოლუცია მიაღებინა საქართველოს საწინააღმდეგოდ ვიღაცამ ძალით იმას ევროკავშირს. ხო? და უშუალოდ ელჩების აქ პირდაპირ დივერსიული მოქმედებები და ეს ვოლტონენი იყო თუ ვოლტარენი გამოვარდა იქა და არ შეხვდა იმას მე პრემიერი ხომ უარი განაცხადა პრემიერმა მასთან შეხვედრა და რევოლუციის იცი ეს ამბავი ახლა ხა გავიგე მე და შეიძლება ადრე იცი ჯარიმა რო დაუწესეს 5000 ლარი იცი ბაკალბათო კი ბა ძალიან კარგი ვიცი ქუჩისგან კულუსავერის გადაკეთისთვის კი ძალიან კარგი 5000 კი არა მეტი ეკუთვნოდა თავხედობისთვის და უზრდელობისთვის საერთოდ მაგათ რაც ახასიათებდა თავხედობი ეს ნეოფიტი ისინი რა ქვია ევროკავშირელები რა ვითომ ახლა რო მოხვდნენ იქ ეს ბალტიისპირელები და ფინელები იქ და თავხედურად აქ ჭკუას რო გასწავლიან რა აქ ჩვენ რა გვაქვს მაგათი ჭკუის სასწავლებელი ისე საერთოდ ისე რო ვთქვათ რა ვიცი ხა არ შეიძლება მაგათაც ასე ხალხი შეიძლება არ იზიარებს ახლა როგორც ხდება ახლა იქ რა ევროპარლამენტში რაც ხდება ახლა ეს ევროპარლამენტი ახლა შეიძლება ამას ვინასაც თქვია ბიჭო 31 წლის გას თქვია გაარტყეს ხელში და წამოვდგეთო და რაც არ უნდა იყოს ვინც არ უნდა იყოს 31 წლის ბიჭია თან არაჩვეულებრივი თქოს ჩარლი კერკი ხო რა ჩარლი კერკი ახლა ის კი არა ადგენენ და გაჩუმდნენ რა ხუნი ატეხეს მაკაკები როგორ შეიძლება კი აი სრული ამ სიტყვის ეს არის სოროსის აი რასაც ჩვენ უყურებთ აქ აი აკაც უკებს რო ვისაც ვეძახით ხო აი ზუსტად აი ერთი ეგენი არიან ახლა რომ გადასვა იქ ესენი იგივე იქნებოდ ჩანსაცმელი რაღაც იქ იმის კონტროლია რა დრეს კონტროლია და მაქიდან გამომდინარე თუ ერთი ეგენი არის სოროსის ისინი წიწილები სულ ყველა დაჭეკილი და დასმული იმ ევროპარლამენტში რო ვიცოდეთ რა გამოჩეკა აი მათ შორის ეს ვოლტარენი თუ ვოლტარენი წამალი და წევის არის ხო თუ არ მგონი ის არის გამაყუჩებელია რაღაც იმის სახსრების წელის ტკივილის ხო და იქ ჩავიდა მე ეს და ალიევთან ესე გადაიღო ბედნიერა, იმიტომ რომ იქ ხო დემოკრატია ყვავის. ხო. ის ხო ცნობილი აზერბაიჯანში ახლა. რა თქმა უნდა. ჩვენ უკუსვლა გვაქვს და იქ წინსვლა დემოკრატიული. ასე არ არის? კი. თუ ვოლტონენს დაუჯერებთ ასეა. კი ბატონო. ასე არ არის? ო ალიევის მეტი არავინ არ ყოფილა რაც სახელმწიფო არის თავარი. ნუ იყოს, მაგრამ განსაკუთრებით დემოკრატიული, ევროპული, ლიბერალური დემოკრატიის განსახიერება არის აზერბაიჯანი. მე აზერბაიჯანს კი არ ვეჭი, მათ აქვთ ისეთი მმართველობა, როგორც თვითონ არიან და თვითონ პატივსცემ, მაგრამ ახლა ჩვენ რომ ვართ კრიტიკის კაცეში, რომ დემოკრატიის უკუცვლა თან დგას ცენტრალურ პროსპექტზე იქ და ინტერვიუს იძლევა და ერთი წუთი წარმოიდგინე ბაქოში
50-მა კაცმა ბაქოს ცენტრალური ქუჩა კი არა. რომელიმე სოფლის ორღობერო გადაკეტოს. ვერ იპოვნიან. საერთოდ ვერც იპოვნიან. მაგ ამბავს ვერ გაიგებს ვერავინ თან. მაგ ამბავიც არ გავარდება ეთერში. ეს მართლა აი იდიომატური სიტყვები მადგება. ეს მართლა უსირცხვილო, აი მართლა შუბლის ზარ გაწყვეტილი არსებობაა. ამაზე რეაქციაც აღარ უნდა გქონდეს. ესენი არიან ადამიანები, ჩემი შენ გითხარიო, სულ მაგას ვიძახი, ამას რატო არ უსვამენ ხას ტიპები არიან, ჩემი შენ გითხარი. აი როგორ ახლა მე რო გითხრა შენ ხარ ჯაპანა, რა გაიგე, მომისმინე, შენ ხარ ჯაპანა ხარ ჯაპანა რო გეძახო, ხო არა, ძმაო, ეს ვარ მანჯავიძე. მე არა, აი რო გეძახი ახლა, აი ეგეთი ამბავი და თან უმცირესობის უმრავლესობისკენ ქართველი ხალხი ყოფილა ის იქ რო იდგნენ და ჩვენ არა ვართ ქართველი ხალხი. ჩვენ არა ვართ ქართველი ხალხი ბიჭო და კიდე ერთხელ თან უკვე დავიღალე, მაგით დავენახოთ, თან ერთ-ერთი რო დაენახები, მაკიდან ინგლისში ხوار გონია რომ გენახებიან. თან ხوار გონია ახლა მე რასპეროში ვტრიალებ კი იცი ახლა კარგი რა. ხوار გონია ერთი მოვიდნენ ერთი და აბა მithქვან ერთი რამე პირში აგერ რა, აგერ ბიციკლი დგანან. ხوار გონია. არა კაც. არა ბიჭო რა, იქ შეიძლება ისე მოგესალმო რომ გავოცდე. გაუცდე, აი მე რომ ვერ იდები, წინ დაგიდგეს და როგორ ახლა აი ამ დონეზე რა. ხო რაღაც მოსმენა ჩაატარეს იქ. ყავდათ იქ ეს სამოქალაქო საზოგადოება და ჩვენო ბოლო ხაზი ვართო ბრძოლისო ვიღაც გატლეკილი გოგო გამოდიოდა იქ რა. გატლეკილი აი ეს მართლა ჩვენი არასამთავრობო ამათ ხო თავისი ენა აქვს თან რაღაც ქართულ ისა ხო არის ძველ ქართული ახალ ქართული და ქართული აკაცუკური ხო ანუ ეს ყაშმაფური ო რა ყაშმაფური ხო ანდა ოჩოკოჩური შეგი რა ქვია მაგათ კაცო არასამთავრობო ასოური ქართული ხო ასოურ ქართულად რაღაცები ასოური ო აი ესეთი საოცარი ის არის მართლა სიუჟეტები გვაქვს და ნუ ახლა იმედია რომ ეს მიინავლება ბოლო თუმცა სანამ ფულს აძლევენ ესენი არ გაჩერდებიან და ირბენენ რა შეიძლება გამოსავალი ვიდეოდან დამეწოდა შეიძლება გადადიხარ კითხვებზე კითხვის დასმებიც არ მჭირდება არაფერი ნუ გზას თუ არ გადაკეტავენ ახლა 320 დღეა თუ რაღაცა ხომ ალბათ ევროპაში უნდა დამთავრდეს ეგეც არა ევროპაში არ თავდება ევროპაში ვერ დამთავრდება იქ დიდი ინერციული სისტემაა აი ახლა ძალიან მიულოცო მინდა ევროპელ ხალხებს მათი ესე იგი ევროკავშირი ხო არიან გაერთიანებულები და მიულოცო მინდა ახალი სტრატეგიის მიღება ტრანსგენდერების შესახებ. ანუ ეს რას გულისხმობს? გულისხმობს იმას რომ ბავშვი თუ გადაწყვეტს დაუშვათ რომ სქესი შეიცვალოს, მშობელს არ აქვს ამაში ჩარევის უფლება წინააღმდეგ შემთხვევაში. მშობელს კი არავის. ხო მის მიმართ ამოქმედება სანქციები. ასე ვთქვა და ასევე სახელმწიფოების მიმართ ამოქმედება სანქციები, ვინც ამ საოცარ კანონს არ გაიზიარებს. თუ არ ვწდები, ხა ჩეხოსლოვაკია, ჩეხეთი, სლოვენია, უკვე რაღაც პოლონეთმაც რაღაცა პოლონეთმაც, საფრანგეთმაც, არა, საფრანგეთის პოლიტიკურმა ძალებმა როგორც იქნა ამოიღეს. მე გეუბნები უკვე სახელმწიფო, კაცო, მე თავი სლოვენიამ და იმათმა ბრიჯიტი რას ამბობს ნეტა? იტალიაც მანდა მაინც არ არის ახლა. არა, იქ საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გამოიწვია ამან, თუმცა ეს დიდი წინააღმდეგობა მინდა გითხრათ რომ არავითარი ის არ არის ფაქტორი იქა, მაგარი ის არის, რა ქვია, მოდი ასე ვთქვა ჩვენებურენ და მიჭმორებული ყავთ. სრულიად. ხო და ნუ ახლა მე არ ვიცი ხა ბრიჯიტ მაკრონის იმედი მაქვს. მაკრონის უმშვენიერეს მეუღლე რო არის, რომლის მეუღლეა ოღონ ვერავინ ვერ გაიგო. ის კენდის ოუენსი აქვეყნებს და აქვეყნებს ამივეებს, რა ქვია, ამ გამოძიებას, რომ ბრიჯიტ მაკრონი საერთოდ არ არსებობს, ის ეგეთი არ ყოფილა და არის ვინმე ტორნიე თუ ეგეთი გვარი კაცი. ხო, რაღაც თან ეს რო დაიდა აი რაღაცა ეგეთი კარლია რა. არ მოგწონ შენ? არა, ვერა ბიჭო. არ მოგხიბლა რა. რაღაცა ზღაპრებში მგონი, აი სუდის ზღაპრები გვაქვს ჩვენ ძალიან თუ კიდე აი კაც რომ მოხარშავენ ეგეთები ხო იცი დევები სანამ აი სუდის ზღაპრები ხო მაგიური ზღაპრები არ არის ყველა შესული ხა ბოშები რო არ გადაირიო მაგიტომ რა და აი რაღაც იმ ზღაპრებში მგონია თავი დედასპიცა ვარ რა თან აი დიდი ხანია რა ის ბოლო ხანები აი მართლა ამ ზღაპრებში მგონია თავი ხო და აი მაინტერესებს ეხლა აი რამე მშვიდობიანი დემონსტრანტები ეხლა რეალობის აღიარება რატო უჭით ახლა აი რასთან და აი იმასთან დაკავშირებით რომ ახლა დამარცხდნენ.
თუ ამბობენ ამას. არა, სხვათა შორის ზრუნი ისმის, ზრუნი. ანუ ზრუნი ხო ის არის ხანგრძლივი. შენ არჩევნებზე კიდე რა ბუდიში უგაწყვეტინებ, არჩევნებზე რო არ იძახიან არაფერს რაღაც მანდამაინც დიდი ამბავი არ არის რომ გავაყალბეთ. ის არის რა ქვია მან ეგეთი ნიუანსებია რომ ახლა მან თქო როგორ ის იყო რომ ნაწილი ხო არ მონაწილეობდა მეორე ნაწილი მონაწილეობდა ახლა რომ ვინც მონაწილეობდა ის არის ძახის რომ გაგვეყალბესო და ვინც არ მონაწილეობდა ის როგორ იტყვის გაყალბესო ხო თავისი აი წინააღმდეგობაში მოხდნენ რა შესაბამისად ეს გაყალბების თემა ვერ დაძრეს ასე ვთქვათ იმიტომ რომ ნაწილი ხო არ ცნობს საერთოდ ეს რუსული სპეცოპერაცია იყო კაცის ხელი ურევია მაგაბავში და ესეთი ასოციაცია მიბეჭდება რა კი ეგ რა ხდება ეხლა როდესაც მიმდინარეობს აი ვერ დავამთავრე ის როცა მიდის აი ეს სპეცოპერაცია ხო დაუშვათ ხომ ახლა რა ხდება სპეცოპერაციების გათვლებია ხომ რომ საქართველოს არ აწყობთ ეს ხელისუფლება არ აწყობს დაუშვათ ამ ტრანსგენდერების აქტის შესახებ ესე იგი მზრუნվել ჰუმანისტური იდეებით გამშვალულ ევროკავშირის ხელმძღვანელობას არ უნდა ესენი ხო თორემ ნუ არ ემორჩილებიან დამორჩილდი ახალგაზრდაო და ესენი არ ემორჩილებიან ხო და გახსოვს იმაში როა იპოლიტე ხვიჩიერ დაბაშობს რაში ბევრშაბის დაბაშობს იპოლიტე ისა კაცო იპოლიტე ხვიჩია რომ ის არის მის ინკასატორი როა ხო ინკასატორი ხო რომელიც ზედაგიდა ჩხუბის აი და რო წააწყდება იქ რომ მიდის დაბადიჟებული რო არის ყვავილებით რომ მიდის ჩხუბი გადაიღდა დამორჩილდი ახალგაზრდა რა გენიოსი ხო და ახლა ესენი დამორჩილდი ესენი არ მორჩილდებიან და ამიტომ ყველანაირ სისაძაგლეზე მიდიან ხო გასაგებია რომ ეს ოპერაცია ტარდებოდა ახლა ხუთჯერ ეს მართალია იქ мама დოროთე თუ რა ვიცი ბაბუა დოროთეა თუ რა ვიცარე სარუმან ყურაშვილი ესე იგი ის მართალია იძახის რომ ეს ყველაფერი სინამდვილეში მოგველანდა მაგრამ ცხადია არ მოგლანდებიან და ცხადია რომ ახლა უსაფრთხოების სამსახურის საქმე რა არის რომ პროცესი ჩაუდგეს ისე გააკეთოს რომ პროცესი გაანეიტრალოს და პროცესი რო არ ნეიტრალოს უსაფრთხოების სამსახური ესენი ეს არც თუ ესე მდიდარი გონებრივი შესაძლებლობების ადამიანები აბას თვლიან რომ ეს მათ მოაწყვეს ანუ და მიდიან ამ სიგიჟეზე რომ აი ეს რეზოლუციებით ამან მოაწყო იმანაც ამან მოაწყო ამანაც გამიგე ანუ უსაფრთხოების სამსახური ახლა დავუშვათ გაპონი მაგალითად ხო მგდელი გაპონი ხო უსაფრთხოების იმაზე მუშაობდა კაცო ოხრანკაზე ხო და ახლა ეს გაპონმა წაიყვანა მოგეხსენებათ ხო გაპონის როლი როგორი იყო ხო და აქ რამდენი გაპონი იყო ახლა გასაგებია მაგრამ ეს გაპონი რო იყო სწორია ის იმიტომ რომ ის თუ მიუშვი ეს შეშლილები შმაგები და უზომოგიჟები ნუ თავსაც დაიღუპავენ ქვეყანასაც დააღუპავენ ამიტომ ეს პროცესი უნდა მართო ბუნებრივია და ამათ ეს მართვა მიაჩნიათ არგუმენტად იმისა, რომ სინამდვილეში ეს ყველაფერი რაც ხდება, ამათი მოწყობილია, გამიგე? აი ესეთი, ასე ვთქვათ, ტრაგიკომიკური ფარსი აზროვნების აქვს ტვინში გაბატონებული და ხა ჩვენ ამას რო საუბრობთ სარკაზმით, არ გეწყინოთ. მე ვიცი ახლა ესეთი ძირთად ესეთი ჭმუნვარე ადამიანები ჭმუნვარე ადამიანები ყოვლის წოდნე ხო ყოვლის გამთვლელი და რავი რამდენჯერ ისეთი რამეები უთქვამთ მაგალითად რომ აი ამერიკის გენშტაბში რა ხდებოდა და ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ყველაზე გასაიდუმლოებელ ოთახებში ეგეც იციან არიან ყავდნენ ჩვენ განსაკუთრებით Facebook-ში ყავს უხვად ესეთები კი ბევრი და ისა პოლიტიკის საქმიანობის აკრძალვასთან დაკავშირებით მე ორივე ხელით შემოვადო რა აზრის ახალ ხა შენ ეს მოვისვრით ალბათ მე მაგ დიდი იმედი რომ ესენი რაღაცას მასე სანაგვეზე პოლიტიკურ სანაგვეზე გადავაგდებთ ამათ და პარტიზანობას აპირებენ თო ტყეში გავალთო წითლიძე კაცო ცნობილი პარტიზანია ო ცნობილი რამე და წარმომიდგენია ხა ჩეგევარა საღორიის ტყეში ან ხუდადოვის ტყეში ეგენი ან რაღაცა ნუ ტყეში გვირჩევნია ახლა მართალი გითხრა
ხარებადაგოგია. საკა ყოველ დღე დღეში ყოფნა ჯობია, იყვნენ დღეში კაცო. ხო არის გორდელაძე და აფხაზავარო არ რო დადიოდნენ გურიაში. ხო. ხარებადაგოგიასავით. აი ეს ყაბალახია. ახლა წითლიძე და ვინ არის კიდე განსაკუთრებით აქტიური ის რაგვარია ისა ქალი რო არის ენმეს უფროსი ვინ ბოკუჩავა. ბოკუჩავა და წითლიძე ახლა რო თუ გააბრაგდნენ. და დაიწყეს ესე იგი იქ ბერდანკებით ესე იგი ნადირობა ოხრანკაზე ეს იქნება ტრაგედია რა თქმა უნდა თუ შემოგვივარდე ქალაქში და სახლებში თუ შემოგვივარდე ეხლა რას ლაპარაკობ რაშიში მაკანკალებს აი ეს რა არის ახლა ეს კიდე კაი როგორ ბიჭო როგორ ავიტანეთ ადამიან ხალხმაც როგორ ავიტანეთ ყველაფერი რაღაც მაგარია ეს ჩემი ქვეყანა რა მიყვარს რა ეს ჩემი სამშობლო 7% არის საერთოდ საქართველოში ერთმა ფსიქიატრმა მითხრა რომ 7% არისო გამოუსწორებელი ფსიქიკური დარღვევებით საქართველოში. აზე ხარ? რადგან მე 30% არისო საზღვრით მდგომარეობაში, ესე მითხრეს და მე მართალი ახლა ამას ეს არ მჯერა, მაგრამ რაღაც ამის ნახევარიც რო იყოს კატასტროფაა. მართლა და ხო ხედავთ კაცო რა თქვია ტელევიზიაში. ნუ რა ხდება ტელევიზიებში ახლა მართლა ამ ბოლოდუს ის კი არა საერთოდ არ ვთავდი ტელე პირველზე და რაღაცა ხანდახან გადართვა დავიწყე და უყურებ და ხედავ რომ აუ თუ და უყურებ და ვიღაცებს მეთქი რა გართვევინებთ მან კიდე ეწერებათ რომ ვიღაცა უყურებს არ ვთავდი საერთოდ მაგარხებს არ მაჭირდებოდი მაგრამ ეხლა დავიწყე გადართვები და ვაიმე და გადავ თხილად იყავი იმიტომ რომ შეიძლება დაპროგრამდე და მეტი არა პროგრამირება ხდება ახლა მან მაგალითად აი დააკვირდი მოგიწოდებ ძვირფასო მაყურებლებო ექსპერიმენტი ჩაატაროთ აი მაგალითად დიდი ხანი არ ვჩერდი ცოტა ხანი უნდა ჩართო ტელევიზია ცოტა ხანი 1 საათი გამორთო ფილტრი 1 საათი ორი გავუწევ ტვინში ფილტრი უნდა გამორთო ანუ ჩვენი ფილტრი რა არის კრიტიკული აზროვნება ხო რასაც რომ მოდის ეს ინფორმაცია თუ არ ფილტრავ ანუ კრიტიკული აზროვნება თუ გამოგერთო ამ დროს ეს მიდის არაცნობიერში და შენ ის ემოცია გედება რაც უნდათ რომ ჩაგიდონ და გედება ეს და განწყობები გეცვლება და აქედან გამომდინარე ჩვენი ბევრი თანამოქალაქე ამის ხვეპლი აღმოჩნდა და არიან და მიზანი რა იყო მიზანი იყო ადამიანებში აბსოლუტურად უარყოფითი განწყობების შექმნა იმის შესახებ რაც ხდება ქვეყანაში და იმ იდეოლოგიების ჩადება რომ აი ჩვენთან რაც ხდება ეს არის ყველაზე დიდი სხვაგან არ ხდება. ჩვენ ვართ ექსკლუზიურად ცუდი ქვეყანა. აი ეს ჩადეს. ექსკლუზიურად. კავკასიაში. ხო და თუ არ გჯერა ეს ინგა ყვირის ესე იგი როგორც რა ვიცი, როგორც მირემო მთასამყვირალო რამ ჩაგიყვანა ბარა. მარილი უნდა შეუტანო მაგას სტუდიაში რა. რა მარილი ეყოფა მაგას? აი დიდი ქვამარილი აი რომ აი ირემი რო ტლიკავს რა, აი ის უნდა დაუდო რა. მაგ უნდა გამოსულიყო ოპერის მომღერალი. იმიტომ რომ მასეთი ესე იგი კრონტი კი არ ვიცი აბსოლუტურად უნიკალური რაღაც კარგი სიტყვები გვაქვს ქართელში კრონტი აი ეს კრონტი ყანყრატო და კრონტი აქვს სრულად უნიკალური ის მარადმყვირალია ის მუდმივად ხო ესე იგი აი მარად და ყველგან საქართველოს მე ვარ შენთანა ხო გახსოვს შენ ხარო აი ეგ ინგა არის ესე იგი დამოუკიდებელი საქართველოს მოძახილი მარად მყვირალი. იქიდან მყვირალი ხალხია ეხლა პროდიუსერები იმდებოდებიან რომ დრო გავიდა. გავიდა უკვე. აბა აგერ შეხედე. ინგაზე გავჩერდი? არა, ინგაზე არა. მოკლედ მაშინ მითხარი საზოგადოებას რაც ეთყოდი. ახლა აი მაგალითად აი რადიკალურ ბარბს არაფერი არ ეშველება, ახლა აი გავიგეთ ახლა, მაგრამ ბიჭო არიან ადამიანები, ვინც რაღაცა აი გულწრფელად თუ და კარგი მომავალი ამ ქვეყანაში და დამნეულია და მოტყუებულები არიან და ახლა აი რას ეთყოდი მაგათ აი რა დასკვნები გამოიტანონ რას დაეჯახო რა დასკვნები გამოიტანონ და ამ არანორმალურებს გიჟებს შმაგებს და შეშლილებს ნუ დაძდევენ კუჩში გამორთონ ეს ტელევიზიები რომლებიც განუწყვეტლივ ზისხს აფრქვევენ და სიძულვილს და ჩვენ უნდა გადავიდეთ პოზიტიურ დღის წესრიგზე ანუ უნდა გადავიდეთ იმაზე რომ როგორ მოვაგვაროთ ამ ქვეყანაში არსებული უხვად პრობლემები და ეს პრობლემები ეხლა დავიწყო მე დილას რომ დავждეთ ახლა რომ დავждეთ ჩვენ დილას გავათენებთ და ასევე უნდა უსმინოთ იმ ადამიანებს ვინც არა მარტო პრობლემებზე გაშმაგებული ყვირის არამედ მათი გადაწყვეტის გზებს სახავს და თუ დაუშვათ ეს ლოგიკურად საბუთდება ხო ეს უნდა წავიდეს ამაზე დისკუსია
და მივახციოთ იმას, რომ დაუშვათ ჩავატაროთ ისინი, რა ქვია, ეს ისეთი რეფორმები, რომელიც აუცილებელია და ეს მაინც ადამიანის გეოპოლიტიკაზე და იმაზე ლაპარაკი კი არა, რომელიც შესაძლოა წარმოდგენა არა აქვს საერთოდ. რა ხდება, ხომ? და არ შეიძლება კონდეს წარმოდგენა, ყველა რო იმის გახდა, რა ქვია, პოლიტიკის ისა ექსპერტი, კაცო. დაინშტაინს კითხეს რაღაცა პოლიტიკაზე და მე ვერ გაგცემთ ამაზე პასუხს, ვინაიდან მეცნიერება ფიზიკა გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე მეცნიერება პოლიტიკაო. გამიგე? ხო და ეს მეცნიერება პოლიტიკა გაცილებით უფრო რთულია. და აქ ყველა ეგ არის, ხო, ყველაფრის იმაში სად არის ეგ? დოქტორ ოკოლოვ სიაჩესკიხ ნაუკ. ოკოლოვ სიაჩესკი. ოკოლოვ სიაჩესკი. ისე ოკუპანტის ენა ვიხმარე და მაგის გარდა არის, უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, ვის აქვს პოზიტიური განვითარების გეგმა. ვინ თავაზობთ ამას და ასე შემდეგ და ამის გარშემო უნდა მოხდეს დაუშვა საზოგადოების და მაგრამ არა იმითო დაგამხობ და მოგსპობ და ავაფეთქებ და ეს უნდა გვესმოდეს ეს დაღუპვისკენ მიმოვალი გზაა და აი ეს დავზარალდით ჩვენ საშინლად ხომ ამ უცხოეთის სადაზვერვო პროპაგანდის შედეგად ზომბირებული ადამიანების მოქმედების შედეგად ხო და ახლა აღარ გვინდა ეს ბატონო ბოლომდე ხო უნდა მოვისპოთ ჩვენი თავი როგორც ზოგიერთები ისპობენ აგერ ხედავთ ჩვენ ხო რომელსაც შენატრიან სელენსკოფილები აგერ ხო ხედავ კი ბატონო რამდენი ზია უნდა დავამთავროთ შემოკარგვად უღრმესი მადლობა არაფრის ისი მადლობა სოსო ეს ჩვენი სტუმარი გახდათ სოსო მანჯავიძე ჩემო ბატონო მაგარი კაცი რომელიც ძალიან მიყვარს და დიპატივისები თავი მის მიმართ და კიდევ ერთხელ ვუხდი დიდ მადლობას მომზადებისთვის და ეს იყო რადიო სივრცე 95 და ჯაპანას პაპანაკება იყო თქო ბატონებო და კაბატონებო და ეხა შემოვა ინფორმაცია და ინფორმაციის მერე იქნება ეკაბებხვაზე თავის განაცემით არაჩვეული სტუმართან ერთად კაბატონ ნანა კაკაბაძეს და დარჩით ჩვენთან მეთქი ბატონებო და კაბატონებო